იმპერატორების მიერაც, არა მხოლოდ საეკლესიო კრებებზე, იწერება უკვე კრებულები, სახელმწიფო კანონები, რომელიც ეხება ეკლესიას და ეკლესიასა და სახელმწიფოს ურთიერთობას, მათ შორის ქონებრივ უფლებებს და სხვა. ამ შემთხვევაში კონკრეტულად სოციოლოგიური წყარო ეს არის ის ფაქტები, რომელზე დაყრდნობითაც ყალიბდება სამართალი. ანუ ეკლესია ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, წარმართავს მის ცხოვრებას და რა თქმა უნდა, მის ცხოვრებაში არსებობს ფაქტები, რომელთა განზოგადებაც ხდება. ყოველ ოთხშაბათს 18 საათსა და 5 minutზე ღვთისმეტყველების საათი წამყვანთან დეკანოს გიორგი ხანთაძესთან ერთად. დაიბეჭდა რა ქართულად მხოლოდ სჯულის კანონი და ნაკლებად მოიძიებოდა მისი კომენტარები და სამეცნიერო ნაშრომები, კითხულობდა მრევლის ნაწილი იქნებოდა თუ სხვა სჯულის კანონს და წააწყდებოდა რაღაც გარკვეულ კანონს, პირდაპირ გადმოქონა დღევანდელ რეალობაზე და ამბობდა რომ ეს არ შეიძლება, როცა ამ ყველა კანონს სჭირდება შესაბამისი განმარტება.